მე ვარ საჩხერის ნომერ მეორე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე ლუკა დეკარმევიძე. აგრეთვე საბუნების მეტყველო კლუბის წევრი. მოგესალმებით. მე ვარ საჩხერის ნომერ მეორე საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე ანა დოშვაშვილი და აგრეთვე საბუნების მეტყველო კლუბის წევრი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ გქონდეს თეთრი კბილები. ამისათვის კი უნდა ვიცოდეთ თუ რატომ, როგორ და როდის უნდა გავიხეხოთ კბილები. მაგრამ ჩვენ გვიყვარს ისეთი საჭმელები, რომლებიც ძალიან საზიანოა ჩვენი კბილებისთვის, მაგალითად ჩიფსი და გაზიანი სასმელები, ასევე ტკბილეულობაც. ჩვენ გამოვიყენებთ ჩუქნიშნის მეთოდი, რომ აღგვენიშნა, რომელი საკვები უფრო ნებს ჩვენს ორგანიზმს და რომელი უფრო სასაგებლოა. წითელი ფერით აღვნიშნეთ ჩიფსი და კოკა-კოლა. ჩიფსი და კოკა-კოლა ძალიან ნებს ჩვენს ორგანიზმს, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში უნდა მივიღოთ ისინი. ყვითელი ფერით აღვნიშნეთ ტკბილეული. ტკბილეული შედარებით ნაკლებად უნდა მივიღოთ და ისიც შედარებით ნაკლებად მავნეა ჩიფსი და კოკა-კოლასთან შედარებით, ხოლო მწვანე ფერით აღვნიშნეთ ხილი და ბოსტნეული, ის ჩვენი ყოველდღიური საკვები უნდა იყოს. ეხლა კი გადავართ კომპიუტერთან და შევხვდით ვიდეოს, რაც პასუხს გასცემს კითხვაზე ჩვენ და ჩვენს მეგობრებს, თუ რატომ უნდა გავიხეხოთ კბილები. მოგესალმებით. დღეს მე წარმოგიდგენთ ექსპერიმენტს, თუ რატომ უნდა გამოვიხეხოთ კბილები. ამისათვის გვჭირდება 2 ცალი კვერცხი, კბილის პასტა, 2 ცალი ჭიქა და ძმარმჟავა. წარმოვიდგინოთ, რომ კვერცხის ნაჭუჭი არის ჩვენი კბილი, ხოლო ძმარმჟავა არის გაზიანი სასმელი. ძმარმჟავას მოვათავსებთ ჭიქებში. ერთ კვერცხს ავუსვათ კბილის პასტას. კბილის პასტიან კვერცხს მოვათავსებთ ძმარმჟავაში და ჩავწერებთ კვერცხსაც. ექსპერიმენტის გასაგებად დაგვჭირდება დრო. ჩვენ განვიხილავთ ექსპერიმენტს. აქ არის მოთავსებული კვერცხები, რომელზეც კბილის პასტა არ იყო წასული და ისე იყო ჩადებული ძმარმჟავაში. ამიტომ ის აი დარბილდა და გახდა კაფსულასავით. რაც შეეხება მეორე კვერცხს, რომელიცაც კბილის პასტა ჰქონდა წასმული, იგი კბილის პასტამ დაიცვა და დარჩა მაგარი. ასც კითხვაზე პასუხს თუ რატომ უნდა გავიხეხოთ კბილები. ამიტომ უნდა შევისწავლოთ საბუნების მეტყველო მეცნიერებები, რომ თეორიულ ცოდნა განმოვიტანოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და განახორციელოთ ცოდნის ტრანსფერი. გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევებს და გაიხეხავთ კბილებს. მადლობთ ყურადღებისთვის.